ბავშვის დაბადებამდე, როგორც სახლს ვასუფთავებთ, ვაწესრიგებთ, ვრთავთ ათასგვარი დეკორაციებით და ვალამაზებთ, ასევე სჭირდება ჩვენ შინაგან სამყაროს გასუფთავება, მოწესრიგება, გადალაგება და მომზადება ამხელა პასუხისმგებლობისთვის ახალ ადამიანზე. როგორც ბავშვი მიყვავს და რეკეტებს უსვამთ, თუ კი მას კბილი არასწორად ჩამოეზრდება, ან თუ კი ფეხების შეაქვს შიგნით ან გარეთ და მიყვავს მასაჟზე ან სხვა საშუალებებზე რომ გავუსწოროთ, ზუსტად ასევე უნდა დავეხმაროთ ბავშვებსაც არასწორი ჩვევების გადაჩვევაში და კარგი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ერთი უნიკალური პედაგოგი მყავდა, რომელზეც დავსრულებად შემიძლია ვისაუბრო, ბატონი შოთა შვანგირაძე, რომელიც ჩემს თანაკლასელებს სწავლა რომ ეზარებოდათ, ესე ეუბნებოდა ხოლმე: „არავშოს ხუთოსანი ყველა ვერ იქნებაო, ვიღაცა მის საქმეებიც უნდა გააკეთოს, რასაც ხუთოსანი არ გააკეთებსო. მაგრამ პირველ-მეორე კლასელის შვილი რომ გეტყვის 2-ს მივუმატოთ 3, რამდენია და შენ ვერ უპასუხებო, აი იქ მიხვდები დღეს რას კარგაო. მაშინ ცოტა არ იყოს მეცინებოდა, რომელმა დედამ არის ის 3-ს მივუმატოთ 2 რამდენია თქო. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ბევრად უფრო გლობალურ პრობლემას გულისხმობდა, ვიდრე 2-ს მივუმატოთ 3 იყო. იმისთვის რომ ჩვენი შვილების თვალში ვიყოთ ავტორიტეტები, გქონდეს კარგი რეპუტაცია, ნდობა, ნებისმიერ დროს გქონდეთ სურვილი ჩვენთან მოვიდნენ რჩევის და დახმარების სათხოვნელად და მათთვის დასაყრდენი ვიყოთ, აი ზუსტად ამისთვის გვჭირდება ბევრი რამის ცოდნაც, აზროვნება, ინტელექტი და მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე. მშობლობა არის ერთი დიდი პროფესია, დიდი აკადემია. აი ესე გამოწერილი რეცეპტი არ არსებობს, რომელსაც ესე ვისწავლით და ყველა ბავშვს მოვარგებთ, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისა, რომ ჩვენ განვითარდეთ როგორც პიროვნები. ჩვენ ვიყოთ მათი პირველი მისაბაძი მაგალითი, როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი, ვისაუბროთ მუდმივად, მუცლიდან, დაბადების პირველი დღიდან. გქონდეს უწყვეტი კავშირი და კომუნიკაცია, დიალოგი. არ უნდა იარსებოს შვილებსა და მშობლებს შორის ტაბუ დადებულმა თემებმა. ნებისმიერ საკითხზე ასაკის შესაბამის ენაზე უნდა ვესაუბროთ და მივაწოდოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, თუნდაც ეს იყოს უხერხული ან მიუღებელი საზოგადოებისთვის. ჩვენ შვილებს რა თქმა უნდა ვანახოთ ჩვენი დიდი სიყვარული, სითბო, მზრუნველობა, უნდა გავანებიროთ კომპლიმენტებით და ჯილდოებით, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ისინი იქნებიან ცალკე ადამიანები და უნდა ვასწავლოთ ფრენა და ჩვენ არ უნდა ვიფრინოთ მათ მაგივრად. დღეს როცა ფსიქოლოგები ამბობენ ბავშვები უნდა გავზარდოთ თავისუფლად, რატომღაც ბევრი მშობელი იღებს ამას როგორც აი ესე ბავშვებს გავაჩენთ, მერე ველად გაუშვებთ და თავისით ისწავლიან ზრდილობას, კულტურას, ეთიკას, პროფესიას, ქცევის წესებს, ურთიერთობებს და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ზრდასრული ადამიანი გვყავს, რომელმაც ეს ყველაფერი არ იცის, ანუ თავისით არ ისწავლება. თავისუფლად ბავშვის აღზრდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივიღოთ გადაწყვეტილება მათ ნაცვლად მომავალ პროფესიაზე, ცოლზე, ქმარზე და არ დავწეროთ მთელი მათი მომავალი ცხოვრების სცენარი. მაგრამ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღება, კარგის და ცუდის გარჩევა, ლოგიკა, პრობლემებთან შებრძოლება და ჩავუნერგოთ ის საჭირო და აუცილებელი უნარები, რაც გამოუმუშავებთ იმუნიტეტს. იდეალური მშობელი არ არსებობს, ვერც ჩვენი შვილების მომავალს გავთვლით ჩვენი ქცევების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ. დღეს ძალიან ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ ვისწავლოთ წასაკითხი, მოსასმენი, საყურებელი და უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ შვილებს დავეხმაროთ იყონ კარგი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ვუყიდოთ ლეგოები, ვატაროთ ჭადრაგზე, აღმოვაჩინოთ მათში ნიჭები და დავეხმაროთ მათ განვითარებაში და პირველ რიგში ჩვენ ვიყოთ მათთვის ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ასწავლიან და მიუთითებენ, არამედ ჩვენი ცხოვრების წესით ვიქნებით მათთვის მოდელები. მათ მავნე ჩვევებზე ნუ ვიფიქრებთ, ჯერ პატარაა, ბავშვია და გადაეჩვევა. აქაც გეტყვით, რომ ბევრი ზრდასრული, მატყუარა, უზრდელი, უკულტურო, აგრესორი და უსაქმური გვყავს. აქედან გამომდინარე, პრობლემის პირველივე შემჩნევისას დაიწყეთ დიპლომატიური ქმედებები, როგორ დავეხმაროთ ამ ჩვევების დავიწყებაში. ჩემი თაობის ბავშვებს ზოგჯერ მშობლებმა მისცეს სრული თავისუფლება, ეცხოვრა ისე როგორც უნდოდა, არ აეღო პროფესია, არ ემუშავა, ეკეთებინა რაც უნდოდა, როგორც უნდოდა და ასეთი უკვე ზრდასრული ადამიანებისგან დღეს მშობლები იღებენ საყვედურს. ბავშვი ვიყავი და რას მისმენდი, რატომ არ დამაძალე, რატომ არ შეეცადე გადაფიქრებას, ბავშვის ჭკუაზე როგორ იარებ და დღეს მე რომ არ ვარ შემდგარი პიროვნება, არის ზუსტად იმ ზედმეტი თავისუფლების ბრალი. თავისუფლება რატომღაც ყველა სხვადასხვანაირად ესმის, რომ ჩემი აზრით, ჩემი შვილებისთვის მიცემული თავისუფლება იქნება ის, რომ დღეს მე დავეხმარების სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში და ზრდასრულობის ასაკში უკვე თავისუფლები იქნებიან თავიანთი ცხოვრება წაიყვანონ ისე, როგორც თვითონ მოესურვებათ უკვე გონიერებს. იმედია არ გადამივიდით ამ ვიდეოსთვის.